როგორ შეგვიძლია მოთხოვნის შემცირება? რადგან რა თქმა უნდა ყველაზე იაფი ენერგია ისაა, რომელიც არ გამოიყენება. ჩვენ უნდა შევამციროთ მოთხოვნა სრულად პატივს სცემთ მომხმარებელთა თავისუფალ არჩევანს. ჩვენ ვსალობთ ენერგოეფექტურობის დონეებს, როგორიცაა შენობების განახლება ან ინდუსტრიულ ოპერაციებში აღჭურვილობის შეცვლა. ეს მხოლოდ რამდენიმე ღონისძიებაა, მაგრამ ასევე არსებობს სხვა ღონისძიებებიც, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ან რომლებიც იქნება კომუნიკაციის პრეზენტაციის მთავარი თემა მომავალ კვირას ლიდერთა შეხვედრაზე. ჰორმუზი კვლავ მსოფლიო კრიზისის ცენტრში დაბრუნდა და ევროპა ამ ახალ ეტაპზე შოკის მაყურებლად იქცა, რომელიც ეხმარება გადახდაში, მაგრამ ვერ ახერხებს კონტროლს. ამ სამშაბათს 2026 წლის 14 აპრილს სრუტე კვლავ ჩახშობილია ომით, სამხედრო რისკითა და ბლოკადებით, ისლამაბადში მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა 13 აპრილს დეტალურად აღწერა სამხედრო ზეწოლის ახალი ეტაპი, რომელიც დაკავშირებულია ირანის პორტებთან და ჰორმუზის, ომანის ყურისა და არაბეთის ომანის სანაოსნო ზონასთან. შედეგი პირდაპირია. გემები უკან იხევენ ტვირთები, ჩერდება ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება და პლანეტის მთავარი ენერგეტიკული არტერია გლობალური ბაზრისთვის ბოთლის ხელად იქცევა. რაც პრაქტიკაში მოხდა, იყო მკაცრი ცვლილება ახალ დონეზე. კვირების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური აღარ იყო და გადაიქცა ძალის მკაცრ გამოცდად მარშრუტზე, სადაც მსოფლიოს ენერგიის გადამწყვეტი ნაწილი გადის. და ამ მომენტში ყველაზე სუსტად სწორედ ევროპული ბლოკი ჩანს. ევროპა გმობს ნავიგაციის შეზღუდვებს, საუბრობს გადაადგილების თავისუფლებაზე და საერთაშორისო კოორდინაციას ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით არ წარმოუდგენია დაუყოვნებელი პასუხი, რომელიც ჰორმუზის სრუტის დამოუკიდებლად გახსნას შეძლებდა. განცხადებები არსებობს. რეალური ბერკეტი? არა. ვინ არის ამ ჩიხის ცენტრში? გვერდიდან შეერთებულმა შტატებმა გამკაცრა ზეწოლა მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ. მეორე მხრივ, ირანი კვლავ რჩება საკვანძო ფიგურად სრუტის კრიზისში. ამ დაპირისპირების ფონზე ევროპამ სცადა თავი წარმოეჩინა როგორც მრავალეროვნული გადაწყვეტის დამცველი, მაგრამ უარი თქვა ვაშინგტონის მკაცრი ხაზის მხარდაჭერაზე. ნატოს მოკავშირეები, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, არ შეუერთდნენ ამერიკულ ბლოკადას, ხოლო იტალიამაც უარი თქვა გაეროს მანდატის გარეშე გემების გაგზავნაზე. ანუ, როდესაც შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა, მთავარმა ევროპულმა ქვეყნებმა არჩიეს დისტანცია, კონფერენციები და ლოდინი. ეხლა, როდესაც ჰორმუზი დაბლოკილია, იგივე ბლოკი ექვემდებარება ეკონომიკურ ზემოქმედებას კრიზისისგან, რომლის შეჩერებაშიც გადამწყვეტ მომენტში მონაწილეობა არ მიუღია. სად არის ამ ანგარიშის რეალური ტვირთი? ენერგიაში, ტრანსპორტში, ინფლაციასა და ცხოვრების ხარჯებში. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიხედვით 2025 წელს ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად თითქმის 20 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა. ასევე 110 მილიარდზე მეტი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი. ბუნებრივ აირში რისკი კიდევ უფრო მგრძნობიარეა. ჰორმუზის სრუტეში გასული თხევადი ბუნებრივი აირის ოდნავ მეტი ვიდრე 10%. ევროპაში წავიდა, ხოლო ევროპაში შემოსული ამ საწვავის დაახლოებით 7% სწორედ ამ მარშრუტზე იყო დამოკიდებული. და ყველაზე მძიმე ფაქტი ეს არის, არ არსებობს ალტერნატიული მარშრუტები, რომლებიც სწრაფად შეძლებენ ამ ნაკადის ჩანაცვლებას. აი რატო ურსულა ფონ დერ ლაიენის ისტორიული სული სიტყვები, რომ ყველაზე იაფი ენერგია არის ის ენერგია, რომელსაც არ იყენებ, ამ მომენტში ისევ აქტუალურია. ჰორმუზის კრიზისის ფონზე ეს სიტყვები ნაკლებად გავს მყარ გეგმას და უფრო მეტად ასახავს ევროპას, რომელიც ჯერ კიდევ დეფიციტზე პასუხობს მომხმარებლისთვის თავშეკავების თხოვნით. ამასობაში ევროპის ავიაკომპანიები უკვე მოითხოვენ ბრიუსელისგან გადაუდებელ ქმედებებს, ითხოვენ ავიაკეროსინის მარაგების მონიტორინგს და აფრთხილებენ, რომ რამდენიმე კვირაში დეფიციტის რისკი არსებობს. ევროპის კომისია თავადაც ამზადებს ახალ ზომებს ენერგიის ფასებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც წიაღისეული საწვავის ღირებულება 22 მილიარდი ევროთი გაიზარდა. საერთო ჯამში ევროპის რეაქცია კვლავ უფრო ახლოსაა მონიტორინგთან, კოორდინაციასა და ზიანის მართვასთან, ვიდრე თამაშის წესების შეცვლასთან. როგორ მივიდა ევროპა ამ მდგომარეობამდე და რატომ? რადგან წლების განმავლობაში სჯეროდა, რომ შეძლებდა სტრატეგიული კრიზისების გადალახვას რეგულაციებით, მწვანე მიზნებით, ერთობლივი შესყიდვებითა და დიპლომატიით. მაშინაც კი როცა პრობლემა ასევე მოითხოვდა შეკავების ძალას და მკაცრ ყოფნას კრიტიკულ მარშრუტებზე. თავად ევროკავშირი აღიარებს, რომ აქვს ოპერაცია ასპიდესი და განიხილავს მის გაძლიერებას, მაგრამ პოლიტიკური რეალობა ისაა, რომ ბლოკი კვლავ დაყოფილია, ფრთხილია და ნელა მოქმედებს კრიზისის პირობებში, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. სრუტე ახლო აღმოსავლეთშია, მაგრამ ზიანი ევროპულ დედაქალაქებსაც ეხება. საწვავის გაძვირება, სატვირთო გადაზიდვის გაძვირება, ზეწოლა ინდუსტრიაზე, ავიაციაზე და ოჯახებზე.
დასუსტებული ევროპა, რომელმაც არჩია არ გაახკოლოდა შეერთებულ შტატებს მაშინ, როცა ვაშინგტონი მხარდაჭერას ეძებდა, ახლა ყველაზე ცუდ სცენარში აღმოჩნდა. არც ძალა აქვს, რომ გამოსავალი მოახვიოს თავს და არც დაცვა, რომ პასუხისგებლობას თავი დააღწიოს. და ამჯერად ეს პასუხისგებლობა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.